ჩემი საყვარელი მურთო. ჩემი საყვარელი ლამაზი თათა. ჩემი საყვარელი მურთო. ჩემი საყვარელი ლამაზი თათა. ჩემი მურთო. კარგი, ქალო, შავღონდი, კარგი. მოიდა ეგ ის სადმე არ დაიდო რა. რატო შეყვარებული დამშორდება? რა იყო რა? ყა ამვინმე. ს. რას? სნდა ბოლოში. მამის მინდა გინაცვლე, ეხლა ამ სიბერეში შენ გრამატიკა ნუ ამათვისებინებ. პირდაპირ მითხარი, ყამ ვინმე თუ არა ყამ. კარგი ბიჭო, არ აქცხვენია. რა მყავს? შენს მესიკვდილები. ლამის არის შენს დაგშორდი. გაიგე ბებერო. ვინ არის ქალო ბებერი? მა როგორ ავგრიალებ აი სვიანა რეზორტზე, ჰა თუ ბებერი ვარ. შენ იცი რომ ჩემ ხელებს ზოგსა კიდე საერთოდ ბოლოზარი აქვს ყველაზე ტკბილი მოგონება. ისე აბა მართლა მითხარ. აკაურობა მოგწონ. ს. მამის მინა ეხლა კარგად? აჰა. ეგე ეხლა ჩააყოლე სადაც გინდა რა. მოგწონ თუ არ მოგწონ მითხარი. ძალიან. გინდა აუში ჩავხდეთ და ვიტივტივოთ. ჰა. რა რომანტიული ხარ, რა საყვარელი. ისა და ლიმონო ქოლ გააფარია, დალეული გააგშენე, გა. ჰა. როგორ გამიხარდა ისევ რომ დაგინახე. რა ხდება? ლაპარაკი მინდოდა. რაზე? რავი, მოვიფიქროთ. ანუ საუბარი გინდა, მაგრამ რაზე უნდა ვისაუბროთ არ იცი. ხო რა იყო, არ შეიძლება? არა, მის მინდა უბრალოდ თუ ასე ხშირად მომიწევს გამოსვლა და ასე ხშირად უნდა მთხოვო შეხვედრა, ძალიან გაგიჭირდება დამიჯერე. ისა გამახსენდა, რაზეც უნდა გელაპარაკო, გამახსენდა. ისმენ. ჩემი ძმაკაციეროა, ხო იცი ვერიონი, იცნობ შენ. ხო, მერე? ხო, აი მაგას არ აჩვენებს თავის შვილს, გაიგე, თავისი ცოლი. ეგ დამპალი გოგო ეგა. ხო და რა მნიშვნელოვანია, რომ აი სწორ გოგოს მოიყვან ცოლათა. და მე რა შუაში ვარ? იმ შუაში ხარო, ჩემ გვერდზე რო არ ყოფილიყავი შენა ეხლა. ეხლა უნდა მეყურებინა, მე ძუძუსთვინა. რა? არა, ისა თუნდაც გაიგე. ძუძუ გოჩასთვინა, ხო გაგაცანი აი სოფელში. ხო და მადლობა მინდოდა რომ მეთქვა რა. არაფის. ხომა? რა? როგორ არის? კარგი მოვალახლავე. რა მოხდა? მამა ჩემი არის ცუდად დამირეკეს. წამო, მე გაგიყვან, მე გაგიყვან, წამო. არა, ისა, ჩემით მირჩევნია, ჩემით გავალ, მაპატიე რა. მაპატიეო, ბიჭო. მე დავპატიებას ამთხოვს. ვა. დაშვები ანა? ოდიში რა სარეცხი გაორესხე და ის თეთრი მაისური არ გაშრა და ლურჯი კიდე ძლივში პოვე და დამაგვი. მაინტერესებს. რა ქენი? ვიშოვე. აი 5 თვისას გაძლევ წინასწარ. რა? საიდან?
საიდან და იმ ძმაკაცებისგან, რომლებიც დედაშენს დიდად არ ეპიტნავებოდა. ზიზუ მოგცა? რა მნიშვნელობა აქვს ახლა ვინ მომცა? თავარია გქონდეს და გამოიყენოთ შენ და ბავშვმა. არ მინდა. რა? უბრალოდ გამოგცადე, მაინტერესებდა ჩემთვის და ბავშვისთვის რამეს თუ გააკეთებდი. როდის არ შემიწუხებია თავი და რა არ გამიკეთებია შენთვის და ბავშვისთვის ანა? გამომართვი ხეს რო გეუბნები და მოიხმარეთ. არ მინდა. ანა გამომართვი, არც მე მინდა, მაშინ წავალ და ჩაგირიცხავ. გითხარი რომ გამომართვი და შენ და ბავშვმა მოიხმარეთ მეთქი. ვერი. მადლობა.有俩哥们儿聊天，这小张跟小李这腿咋的了？他说回家被自己家狗咬了，因为没喝酒。აუ საოცარია რაღაცა კეთილი. ხვიჩო. არა ხუჩა პატარა ლიდა მოხუცი ჭაო მიდიან ანეკდოტს გიყვება და ეს აკვირდება პენზე ადაგმართნიაო და ბიჭო ჩემმა საკუთარმა ძაღმა მიკბინაო სახში რომ მივედი ფხიზელი ვიყავი ერთადერთი დღე და ვერ მიცნო. 因为没喝酒被自己家狗咬了。 ჩემმა ძაღმა სიმხლისის გამო დავგლიჭაო ძაღმა. მაინც ეს დო მოვაყოლო მაგრად მევასება ერთი არის რა. ანეკდოტია ეგეც სხვათა შორის.给我们讲一下那个铁路上面走的那两个哥们那个历史。还有俩哥们说这俩小子晚上回家走这个铁路，完了另外一个小子说不会有火车吧？200多块啊！完了一人说车在哪？ ორი ტიპი ბიძისო, კაროჩეო და ძალიან ბნელაო რა. ერთმანეთს ეუბნებიან და აქო მე მგონი ლიანდაგები არა ის ხლაშო და გადაჭყლიტავს მატარებელი რა. მაგარი ტიპია გეთცე. ძალიან მაგარი კაცი ყოფილა ესა ძალიან. რასა ბაბას ყველა ეძახის პატარა არაბიძე ხარო, გოჩინელიო რა. მაგარი ტიპია კი. აბა ბიდი რამე გაურითმე უთხარი 8 თქო აბა. 8。啊，对，好乐吧？好乐。 ბედნიერება აქ ჩამოსვლა. სად არ ყოფილ ვარ, რა არ მინახავს. ვინ არ მინახავს, მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვალ და ქართულ მიწაზე რომ ფეხს დავდგამ, საქართველოს ჰაერს რომ შევისუნთქავ, ქართული წყაროების წყალს რომ დავლევ, ამაზე დიდი ნეტარება არ არის. როგორ ცეკვავენ, როგორ მღერიან ქართველები და იცი რატომ მღერიან ასე კარგად? რატომ? აი ღმერთს უმღერიან და მიტომ მღერიან ასე კარგად. საქართველოს ვენაცვალე. მოდი დავლიოთ, მოდი დავლიოთ. დავლიოთ, საქართველოს გაუმარ? დონ. გადი მიმიყვანე. ოკრიბასთან მიმიყვანე, ტყიბულში წავალ, ტყიბულს ჩავეხუტები. ჩემ ცუცხვაც ჩავეხუტები. ჩემ პატარა საქართველოს ვენაცვალე. რესტორანში არ გინდა? არა, გადავიფიქრე. წამიყვანე. ტყიბულში წავალ, ცუცხვაში წავალ. აქაურობას მოვეფერები. დაგიყვან. მაგრამ რაღაცა გენწყინა შენა. კინაღამ დავიწვითო რა. აწი შარია მაგ დრაივზე მისვლა რა. ხო, ბაზარი არა. ბიჭო, ისე ეს ახლა 1-1000-ის ამბავი იქნება? აუ, წესით კი. მარტო სასმელია მაგდენის. აი მოიცარგინდა ეხლა მე. ისა მეჭებო ბონდიში რა, რაღაცა უნდა გკითხოთ, ისა ამდენი პაპიროსი და ამდენი სასმელი რო გააქვთ იქა ბაგაჟნიკში. თქვენ უნდა დალიო და თქვენ უნდა მოწიო, თუ რა ხდება? დაიხეთქავთ ღვიძლებს აბეჯო. არა, კაცო, ისა მაღაზიაში უნდა ჩავაბაროთ რა. დისტრიბუტორები ვართ. დისტრიბუტორები ხართ? და დისტრიბუტორები თუ ხართ, საკუთარი მანქანა რატო არ აქვს? დამწყებები ვართ. მიგვიჩერე რა ერთი. აკა? აი აქ მიდი.
ეხლა უცბად გადავალთ და მოვალთ რა. აუ, ისე შეხო დაგვეხმარები დაცლაში. წამო ჯერ დავიბაზროთ რა. აჰა, მერე ნახოთ. აი 2 წუთში მოვიდა. მოგულოდე. ესენი შანსი გამხვევენ მე. ვა. ალო ლიუ. ხო მახო. როგორ ახარ აბა? მამა შენი როგორ არის? ძალიან ცუდად. დრაივი გაძარცვეს. რა სამობ გოგო? ხო, სიგარეტები და სასმელები წაუღიათ. მოიცა. ვა. ატი თქვენი. აჭი აღარ შემიძლია ბიჭო რაიმე. შემჭამა მგოგო ვეღარ გავიგე რა უნდაჩი. აი ვერ ვიგებ რა უნდაჩი. შენ რა გჭირს ვი? ნერვი. მომისვია. მანქანასადა. მამინ ჩემის მამასთან არა მანქანა. რა ის მოვიდა კიდე რამ გაბუჭდა? ერეს. აბა? ტიგიდე. ბიჭო რა და ვიკიდო მითხარი რა ჭირს შენს კიდეჭ. ლომბარდაზე იმანა. აი ბიჭი. რანაირად? რა ვიცი. გევედი დილას არ დავხთან და მე ვიკითხე და ლომბარდზე იმანეს. აი ვიზამს რაღაცას კაცო პრობლემა არა მოაგვარებთ მაგას ეზო. უშ რამდენია გადასახდელი? ტიგიდე კაცო. ტყუე ფორში. ხერთაშტობაში მოახმაროთ. ვიჯა დატოვე რაც გადავიხადოთ რაც არა გადასახდელი და მოვიყვანდა, აბა რა უნდა ქნა მანქანებში. მე ვიცი. ბიჭო ზოგადად ამით ხეს ჩემებს იქეთ და შემოხება ხოლიდან. აი ბიჭო რაღაცა იქნება მოვაგვარებთ ამ პრობლემებს. ვის არ ქონია შენს კიდე ხო? მოკლედ დალაგდება რა ზიზო. ჯუდის დალაგდება ბიჭო. ამდენ წელიწადში 45 წლის კაცი ვარ დავბერდი უკეს. აი დალაგდება რომ იქნება 65 წლის და მაშინაც ამერიკას ბანკები და ლომბარდების. აგერან მაგობი აღარ შემიძლია დამახჭოს. დეიზინებს პრობლემებზე ფიქრი გეიგვიძებ ვარესი პრობლემა ხდება იმ დღეს. აღარ შემიძლია ზო. ცანტი ვიღალეს. ბიჭო მისმინე ხა. შენ რო ვიქ წახვიდე. ან სული არ გინდა, ან შვილი არ გინდა. ხო იცი რომ იქ წახვალ მე მასაქმისთვის ვეღარ მეიცლეს ეზო. ამაიათ ამიდა ბიჭო სული და შვილი, ამაიათ ამიდა. აქ მოვიყვანო. შენთან და სტაკნი მოხსნა გამოვაჭერო სახში. ოჯახია ზო. უფ. აი ფეხბურთელი მომიარა და ეს დედაჩემას სწავლას განებებს თავსო და გამომეყვანა ეს. ისტუდი და უნღერე სამსახური ვიშოვე. გასავალი ვიწყდა მანქანა წამართვეს. აი რასმინო და ოცხონობაში ვერაფერი ვერ გავაკეთე და მე ვიდაგაში ყველაფერია. წავალა ეთი ორი წელიწადი რაღაცას დამოგრებ და ჩამომამერე. ყველა მასი ამბობს 1-2 წელიო და მე მიეჩვევი ძმაო და საერთოდ აღარ ჩამოყვალ აქეთ. ყველა მასი ამბობს მეც. შეგვეყანას მომოჩეს. საქართველოს გამომოჩეს.
არა, ასე ყოფნის ღირსია. ეს ისაა. გამომარჯოს. სიგარეტი, სასმელი, თურკი რამე მქონდა, სულ ყველაფერი წაღებული დამხვდა. მოდი ბიჭო, მოდი. ამაი აქ რა უნდა, ეს ხა მეკლდა ეხლა რა. რა გინდა ბიჭო შენ აქ? მოდი მეთქი, ნუ გაჯიუტდები, მოდი ეხლა აქ, კაცო, აი შენია? რა არის, ბიჭო, შენ გამძარცვე? არა, რამე გაგძარცვე, კაცო. თელი დღეა ქურდმაცაცებს დავსდევ, მე დავიჭირე. ჩემი ისით ვაწარმოებდი გამოძიებასა. მაიტა ეხლა მართლა იდი ნახუი რა. შენ ვინა ყოფილ ხარ, ბიჭო? როგორ მოახერხეთ დაკარგული ნივთების აღმოჩენა? ისა 4 იყვნენ, 4. ერთს დანა ქონდა, მეორეს თოფი, მესამეს კიდე ისა ძაღლი ყავდა, ის დიდი ჯიშისა რა, დიდები რო არიან, აი კბილებს რო კეტავს ესე მაგრათა, აეგა, კიტი, აი ყავდა. ხო და მეოთხეს კიდე მეოთხეს ისა მეოთხეს 3 4 არა 4 იყვნენ სულა ძაღლიანათა. და თქვენ კომენტარს გააკეთეთ სახელმწიფო დაკავშირებით. რავი, აბა, რა უნდა ვთქვა? სირი მეგონა და კაცი ყოფილა. თქვენ ნიკოლოზის კითხვებს უყურებთ. დღეს გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლიდან ნამდვილ გმირად იქცა. შიშველი ხელებით ხელთათმანიან ძარცველებს შეეჭიდა. ტაქსის მძღოლი, რომელიც რომ გადავიდა გააჩერა. გზა შარავოიდან დიწარმატებამდე. ცრემლებიდან გამარჯვებამდე. ტახი მახოდან ბატონ მალხაზიმდე. საღამომშვიდობისა ბატონო მალხაზ. აცუნად ტახი დამიძახე რა. კი ბატონო. ტახი, ჩვენი საუბარი მინდა დავიწყოთ იმით, როგორ შეძელი შეჭიდება მარტო ამდენ ძარცველთან. გეტყვი. 8 იყვნენ, გაიგე? ძაღლიანად 9. კვალს გავყევი რა, მარტივი ლოგიკით. ხონდა მოგეხსენება ეხა შენა რომ დამნაშავე როცა დანაშაულს ჩადის, დანაშაულის ადგილას უბრუნდება, გაიგე? ხონდა მეც არ დავაყოვნე და გავიქეცი დრაივთან და ჩაუსაფრდი. კაი ხანი ველოდე. არა როგორც იქნა გამოჩდა და ხელი გამიქნია გამაჩერა ბიჭო ვაგზალზე გამიყვანეო ხედა რა თავხედია მეთქი კი ბატონო და წავედით ვაგზალზე რომ მივიყვანე ადგილამდე ეგარ აღმოჩნდა ვა სამაგიეროდ იმავე ვაგზალზე ის ქურდბაცაცები ჩამიჯდნენ რომ დაიწყეს ლაპარაკი ტაქსში ხო ეგრევე მივხვდი რომ ეგენი იყვნენ დამპლები ეგენი. არა, ეგ კარგია ლოგიკურად რომ მივხვდით, მაგრამ ეს 8 ადამიანი რანაირად ჩაიდიან თვალქანაში? რა იყო ეხლა? არ იყვნენ 8, ხო? 4 იყო. 3 ისე და 1 ძაღლიანად. ანუ 4 სულა. შეგეშინდა? რისი შემეშინდა, ბიჭო? ეგაია. ხო. მინდა რომ წარმატებები გისურვო და კიდევ ბევრი გმირობა დარწმუნებული ვარო წინ გელოდება.
აბა ბიზნესიო. ყველა ფანჯრის მიღება. აბა ბულშიტის ჯობიო. კიდე მოგეთხოვ არა? ჩვენი წარმატება. მე რითქოს რატომ მაგინებო ეს კეტილო მოთხოვნული ესა? ციცო. მაგრამ რაც გვერდ. ანდე რა ნასკი მომიტანე მარცხენა რა. სიხარულით. მარჯვენას მოგიტან მარცხენა შეგდებული მაქვს გასარეცხად. შეიძლება ადამიანს. აი ესე დასრულდა დღევანდელი სერია. ხო და ეხლა მაინტერესებს თქვენგან. როგორი რეაქცია იქნება ჩემი გადაცემის შემდეგ მახოს მშობლებს? რას მოიმოქმედებენ და ზოგადად როგორ უყურებთ, რომ შვილის პროფესიულ არჩევანში უნდა ჩაერივნონ ძაფრა თუ არა? რას თავარია, თუ ჩემი გამოჩენა გაგეხარდათ სერიალში, მოიწონეთ და აკომენტარეთ, მეც გამეხარდება და თქვენც გაიხარეთ. მადლობა.